გამარჯობათ მეგობრებო, მოკლედ გავაგზავნოთ გახარიას და ქოცების თემა. მოკლედ რა სიტუაციაა? ქოცები ბძვიან მithom კორუფციას, არდა ქოცი და კორუფცია ერთი და იგივეა. ამის საბაბით აიჭირეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მინისტრი, იქ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და ვიღაცები. და ამით ისინი ჩალიჯობენ არა იმას, რომ კორუფციას ებრძვიან, არამედ ჩალიჯობენ იმას, რომ კრიზისი შეიქმნას და კრიზისის შედეგად გამოეყოს ქოცებს იმდენი ადამიანი, რომ 76 მანდატს ვეღარ ფლობდნენ პარლამენტში და ერთადერთი, ვისაც საპარლამენტო მანდატები არ შეუწყვეტია, ესაა გახარია და მათი ხალხი. შესაბამისად, გახარია და მისი ხალხი დააბალანსებს ამ საპარლამენტო მანდატებს, აქედან გამომდინარე მოხდება გახარია და გახარიასებრი დაბრუნდება პრემიერად და ბიზნეს ეყოლება კოალიციური მთავრობა, შესაბამისად დასავლეთთან და ევროპასთანაც მისაღები კადრი იქნება ეს იქნება სულ. გამოიწერეთ იდეატივება თქვენცით.